პიტერ ბრეიგელ უფროსის ნამუშევარი გლეხთა ქორწილი. მრავალფიგურიან კომპოზიციაში ვხედავთ, როგორ გაუმართავთ ნადიმი გლეხებს ბეღელში. პატარძალი ბეღელში, კედელზე დაკიდებული ქსოვილის წინძის. მის სიახლოვეს გამოსახული ასაკოვანი მამაკაცი და ქალბატონი სავარაუდოდ პატარძლის მშობლები არიან. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიძე შესაძლებელია ბევრად უკან კომპოზიციის სიღრმეში გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი იყოს, რომელიც ხარბად მიირთმევს საჭმელს. სასურათა სიბრტყეზე მნახველის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი თეთრწინსაფრიანი მამაკაცი. როგორც ხედავთ, ეს მამაკაცები ხის ძელზე შემოდებული ძველი კარით, რომელიც ამჟამად დიდი ლანგრის ფუნქციას ითავსებს სტუმრებისკენ, ფაფით სავსე თებშებს ეზიდებიან. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ნახავთ, რომ ავტორს საჭმლის დამტარებლებიდან ერთ-ერთი ქუჩი კოვზით გამოუსახავს. კოვზის ამგვარი ფორმით გამოსახვა მიანიშნებდა, რომ ეს ადამიანი ღარიბი იყო. საქმე იმაშია, რომ ბატონყმობის გაუქმების შემდეგ მიწისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბევრი გლეხი თავს სეზონური სამუშაოთი ირჩენდა. უმეტესწილად ასეთი ადამიანები ქოხებში ცხოვრობდნენ, არ ქმნიდნენ ოჯახებს, რადგან არ ჰქონდათ შემომატებული ოჯახის წევრის რჩენის საშუალება. სამუშაოს ძიებაში კი ხშირად იცვლიდნენ ადგილს. მხატვარს ცარიელ კათხებთან ლუდის ჩამომსხმელის გამოუსახავს. მის სიახლოვეს კი პატარა ბავშვის ფიგურაა წარმოდგენილი, რომელიც მაგიდიდან მოშორებით ჩამომჯდარა და გემრიელად შეექცევა მისთვის მიცემულ ულუფას. ლუდის ჩამომსხმელის სიახლოვეს ავტორმა მუსიკოსებიც გამოსახა. მუსიკოსთაგან ერთ-ერთი მშიერი გამომეტყველებით თვალს აყოლებს ჩამოტარებულ საჭმელს. უკანა პლანზე, ქორწილში მოსული სტუმრების სიახლოვეს, რომლებიც ჭამას მით არიან გართულნი. ხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც შიგნით ბეღელში შემოსვლას ლამობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მე-16 საუკუნეში დიდი მაგიდები შეძლებული ოჯახების დიდ ნაწილსაც კი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დგებოდა, ნამუშევარში გამოსახული მაგიდის მსგავსად, ხის დაფებისგან დროებით მაგიდებს აწყობდნენ. ბრეიგელმა ნამუშევარი დაახლოებით 1568 წელს შექმნა. 1594 წელს ის ჰერცოგმა ერნესტ ავსტრიელმა ბრიუსელში შეიძინა. მოგვიანებით ნამუშევარმა რუდოლფ მეორე ჰაბსბურგის კოლექციაში დაიდო ბინა. დღესდღეობით ის ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში ინახება.